მოგესალმებით, ქალბატონებო და ბატონებო, ჩემო ძვირფასო ტელემაყურებლებო. ვაგრძელებთ გადაცემათა ციკლს საუბრები ჟურნალისტიკაზე, სიმართლე სიკეთით. ჩვენი დღევანდელი გადაცემის სტუმარია ცნობილი ჟურნალისტი დარეჯა კვარაცხელია. მოგესალმებით, ქალბატონო დარეჯან. გმადლობთ გადაცემაში მობრძანებისთვის. მდიდარი და მრავალფეროვანი ჟურნალისტური ბიოგრაფია გაქვს დარეჯან. ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ჩემს სტუდენტებს შორის. უნივერსიტეტში სწავლის პარალელურად ჯერ კიდევ ინტენსიურად იყავით ჩართული პრაქტიკულ საქმიანობაში. უთუოდ რთული იყო სწავლასთან ერთად ასეთი აქტიური პროფესიით დაკავება, თანაც თქვენ საკმაოდ დატვირთული გრაფიკი ქონდათ მახსოვს და მიუხედავად ამისა ლექციებს არ ვალატობდით და ერთ-ერთი მოწინავე სტუდენტი ბრუნდებოდით. ვცდილობთ. კი ბატონო. მოგესალმებით, მადლობა დიანა მასწავლებელო მოწვევისთვის. მე წინა საუკუნეში დაამთავრე პუშკინის პედაგოგიური ინსტიტუტი. 2 წელი მუშაობდი სკოლაში კოჯორში, საკმაოდ კარგი გამოცდილება მივიღე, მაგრამ მაინც მეკაჩებოდა რაღაცა ჟურნალისტიკისკენ და მაშინ როცა სულში ართულია. მაშინ სკოლა დამთავრებულს არ ქონდა უფლება ჩაებარებდი, იმიტომ რომ 2 წლის მუშაობის სტაჟი უნდა ქონოდა ხა სკოლაში, ვერ იმუშავებდი, ხა დღეს რო ყველაფერიანება დართული ისე არ იყო მაშინ. სკოლის შემდეგ გადავწყვიტე ჩაბარება, მივედი ცხონებულ ნოდარ ტაბიძესთან, საოცარი პიროვნება იყო ჩვენი დეკანი და უთხარი რომ აი ესე დავამთავრე პუშკინი, დავამთავრე ასე ვთქვათ განაწილების ის 2 წლიანი პერიოდი და მინდა ჩავაბარო ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე. მითხრა რომ ჩააბარე, ოღონდ საღამოზე ისწავლიო, მაშინ ასე იყო, იმიტომ რომ დღის ფაკულტეტი რახან მქონდა დამთავრებული, დღეზე არ შეიძლებოდა და ჩავერიცხე საღამოზე. კი ბატონო. დღე ვმუშაობდი. ისე უფრო სოლიდური კონტინგენტი იყო, როგორც მახსოვს. პირველად ბატონმა ნოდარმა მეც დაცვამდე ჯერ დისერტაციის დაცვის გარეშე თითქმის გამორიცხული იყო, რომ ლექცია მოენდო. დამდოეს დიდი პატივი, მაგრამ საღამოს იქო სერიოზული კონტინგენტია სტუდენტებისა და დღეზე შენზე პატარები შენიტოლები იქნებიანო და რაღაცა მოკლედ საღამოს და მახსოვს ძალიან სერიოზული შემადგენლობა, უკვე დასრული ჩამოყალიბებული, ძალიან საინტერესო იყო. კი, სტაჟიარი ადამიანები, ვისაც უკვე რაღაც გამოცდილება ჰქონდა, მაგრამ ხა პედაგოგიური, თქვათ, განათლება და პედაგოგიური სამსახურის ხვარი, ვიდრე ჟურნალისტიკა. და სადღაც მე-4 კურსზე რო ვიყავი, პირველ არხზე დავიწყე მუშაობა, მაშინ იყო ეკონომიური სამსახური, ასე ვთქვათ, რა ეს ყველას თავისი დარგები ჰქონდა და იქ დავიწყე მუშაობა და პირველად წავედით აბაშაში. გადაღებას. მივლინებით, მაშინ იქ იყო გუნავა, პირველი მდივანი, ასე ვთქვათ და ეს იყო პერიოდი, როცა იმ გელაძის შემდეგ, გელაძის შემდეგი პერიოდია, ეს 2 წლიანი. გელაძე კარგად მახსოვს, იმიტომ რომ იქ მქონდა ხოლმე ინტენსიური მივლინებები, რაღაცა საოცარი ბუმი. დღეში ორჯერ გადიოდა სიუჟეტი, რა ხდება აბაშაში და მართლა საინტერესო. საინტერესო ექსპერიმენტი იყო, მე ვერ ვიტყვი, ხა კი ბატონო, წამოვკრავთ ხელს ამ კომუნისტ, რაღაცა კარგიც ხდებოდა. ჩვენ ხო გვახსოვს დარეჯან, ამიტომ უნდა უთხრათ ამ ახალგაზრდებს ნაბანწყალს ბავშვი არ უნდა გადავაყოლოთ, ხო მართალია? დიდებული ექსპერიმენტი იყო. კი. და ჩავედით აბაშაში, დაგვხვდა ბატონი გურამი, ვიყავით ზენონკაცია, მე და ფიფია. აი ისეთი პერიოდი იყო, რომ მე ახალი დამწყები, ესენი სტაჟიანები და ასე ვთქვათ, ძალიან საინტერესო. ეს კარგი სკოლა იყო, ძალიან კარგი სკოლა იყო პრაქტიკული. ერთი ის იყო, რომ დილას 6 საათზე მოვარდებოდა გურამი, ავაწავედით შქარა, იქ კეთილარი არის ესეთი მეურნეობა. ვიცი, კარგად ვიცი აბაშელების რძალი გახლავართ ასე. და საინტერესო სიუჟეტები გავაკეთეთ და საკმაოდ კარგი პრეზენტიც გავგიკეთა ბატონმა გურამმა, ჩამოვედით გავაკეთეთ რამდენი სიუჟეტი და მე უკვე ნელა-ნელა ინსტიტუტიც დავამთავრე და დაიწყო ქართულ-აფხაზური კონფლიქტი. მაშინ კი, დაიწყო რაღაცა პერიოდის მერე და აჩიკო გოგილია იყო ტელევიზიის ხელმძღვანელი და ასე ვთქვათ, რეკომენდაცია გამიწიეს, რომ ხوار გინდა სამეგრელოში წასვლა. სიამოვნებით ზუგდიდში იქნები ჩვენი სპეციალური კორესპონდენტი. 93 წლის 7 ნოემბერს ჩამოვედი ზუგდიდში. უკვე ასე ვთქვათ, სამთავრობო შევარდნაძის ხელისუფლება იყო უკვე სამეგრელოში, მაგრამ მანამდე 3 ჯერ თუ 4 ჯერ ვიყავი სამეგრელოში და ვიყავი აფხაზეთში.
იყო სენაკის გამგებელი ესეთი მახუთის ეძახდნენ შალვა კეკელია და წავედით ჩანჩირიდან სოხუმში ნახეთში მირი ქალბატონი ყავ მე კი ვიცი მაგრამ მინდა მაყურებელმაც იცოდეს და ესე მოგდიახ ეხლა ვარ თბილისში და თუ არ ვწდები 30 წლის მერე მოგენიჭა ომის ვეტერანის ეს ჩემი ბრალი იყო არის ესეთი გამოთქმა რომ ნამდვილი იყო კომუნისტების დროს ნამდვილი აკადემიკოსები ან საერთოდ ვერ შედიან აკადემიაში ან ძალიან გვიანო და გამახსენდა ამ შენი ისტორიის პარალელურად კი ისია გააკეთეს ცოტა ადრე ვინც იყო აფხაზეთში ასე ვთქვათ ნამყოფი და მიწყენენ მაგრამ აფხაზეთში საერთოდ ფიზიკურადაც რო არ ყოფილა ისეთ ადამიანებსაც აქვს ეს სტატუსი და კონდეთ ეხლა სამწუხაროდ აქვს და არაფერი არ არის ასილარი მაგრამ შეიძლება მათ სხვა საქმე გააკეთეს და ამიტომ დაიმსახურეს ეს წოდება სამწუხაროდ ასეთი პრეცედენტებიც არ გვაკლია აი დიპლომირებულს კი ილაპარაკეთ უკვე აი ომი დაემთხვა თქვენს დიპლომს და უკვე პროფესიონალად ჩამოყალიბებას კურთხევას პროფესიონალად მაგრამ მე ვიცი რომ დიდი ასპარეზი გაგეხსნათ უკვე ჟურნალისტიკაში სად არიყავით ბეჭდურმედიაში ტელევიზიაში და ასე შემდეგ აი რომელ პერიოდს გამოარჩევდით რამდენიმეც შეიძლება ჩვენი გადაცემის ფორმატში ხა სამწუხაროდ ყველასეს ვერ ჩავატებთ მაგრამ აი თქვენი გამოცდილება რომ ჩვენი ახალგაზრდებისთვისაც ჩვენი კოლეგებისთვისაც საინტერესოა უთუოდ იმიტომ რომ მართლა პროფესიონალი ბრძანდებით შემთხვევით სტუმარები არ მყავს ხოლმე ამით შემილია მართლაბია მაყო და ეს მარტო ჩემი აზრი არ არის და აი მინდა რომ ამაზე ჩემი ცხოვრების საუკეთესო წლები ყველაზე რთულ პერიოდში გავატარე სამეგრელოში. სამეგრელო იყო, როცა მე ჩავედი, ომი ახალი დამთავრებული იყო აფხაზეთში, რამდენი 1000 დევნილი, თვითონ სამოქალაქო დაპირისპირებაც ახალი დამთავრებული იყო და ყველაზე რთული პერიპეტიები გადაიტანა. იყო შუქი, არისო, გზები ყველამ ვიცით რომ როგორი იყო რა მდგომარეობაში იქნებოდა და ადამიანებიც გაუცხოებულები იყვნენ და ამდენი ტრავმისგან რა თქმა უნდა ქარიშხალი გადაივლის ტრავმა რჩებაო და ასეთ დროს რო ჩადის სახელმწიფო ტელევიზიის ჟურნალისტი ცოტა ესეთი ახსაქმელი იყო რთული და ჩემთვისაც უნდა შინაური და ჩემთვისაც რთული იყო იმიტომ რომ ჩვენ არ ვიცოდით ომის პირობებში სამოქალაქო დაპირისპირების პირობებში სიუჟეტი როგორ უნდა მოამზადო სად უნდა დადგე რა უნდა თქვა მაშინ პირდაპირ ეთერები არ იყო უბრალოდ ვიწერდით სიუჟეტებს და სტენდაპი რქვა დადგებოდი რაღაცა ორ სიტყვას იტყოდი და თქვა მე იმას ჩასვავდი მაგრამ მე მქონდა პირდაპირ ჩართვები ყოველ დილას ახსოვს კარგად სულ დიდი და ეს იყო აი თავიდან პირველად რო ჩავარდე 7 ნოემბერს ეს იყო 93 წელი და ორი დღე ვემზადებოდი ასე ვთქვა რა უნდა თქვა როგორ უნდა თქვა იმიტომ რომ მე ხვალ ქალაქში უნდა გახვიდე შეიძლება ფიზიკურად ვერ გიცნო მაგრამ რაღაცა ხო იცის რომ ზუგდიდიდან ჩაერთო ვიღაცა ჟურნალისტი და ისეთი რამე არ უნდა თქვა რაც არ არის ხელისგულზე ჟურნალისტიკა ასეთია ასეთი დაუნდობელი და ამიტომაც ელიტარული პროფესიაა მაგრამ ეხლა ამას ანგარიშს ნაკლებად უწევენ ჩემო და აი მინდა გითხრათ რომ მე ისეთი ხელშეწყობა მქონდა გივი ლომინაძე იყო რწმუნებული ელიშა ჩარგაზია გამგებელი და ბიჭები ყველა თქვა სამეგრელოს გამგებლები ასეთი სტატუსი ჰქონდათ მაგრამ მე ყველგან მქონდა ხელშეწყობა ოღონდ ერთი რაღაცა იყო ცუდი რომ ქუთაისში ჩავდიოდით ზუგდიდიდან და იქიდან ვაგზავნიდით ასე თქვა მასალას იმიტომ რომ ზუგდიდში ქონდა ეს გადასაგორებელი ასე ვთქვათ მასალა ტექნიკა და ჩვენი ერთ დღეს ოთარ ფაცაცია იყო მაშინ პრემიერი ზუგდიდში ატარებს თათვის თემი დასავლეთ საქართველოს და კუკური ადამია იყო ზუგდიდის პოლიციის უფროსი და ის გვაძლევდა ყოველ დღე 20 ლიტრა საწვავს რომ ქუთაისში ჩამოსულიყავით და ეუბნება რა გინდათ ოთარი კითხულობს ვის რა გინდათ გზა თქვა პენსიები რა გჭირდება და წამოდგა ეს კაცი და ეუბნება რომ მე არ ვიციო რას ნიშნავსო პერეგონიო რაღაცასო აგორებსო ეს კაცი ყოველ დღე ქუთაისიდანო და იქნება ის პერეგანიაიში უსტროისტო ზუგდიდში გაუკეთოთ. ეს რა ხარ. კარგად უწყობ რასაც მიყვა. დაინტერესდა ბატონი ოთარი, გივი ლომინაძე ჩაერთო და 25 მილიონი რუსული რუბლი გადაიხადეს მაშინ ჯერ კიდე იმ სისტემაში ვიყავით 1993 წელი. რაღაცას აგორებს მომეწო. კი, რაღაცას აგორებს, არ ვიცი რა რისთვის დადის იქო. და უკვე ზუგდიდიდან მქონდა ეს პირდაპირ ჩართვის აპარატი. საქმე კი გააკეთა. ასე ვთქვათ, დროში ვიგებდით, თუ კი რამე ხდებოდა უცებ ვაგზავნიდით და ინტერესი იყო ერთი და აი ჩემს ახალგაზრდა კოლეგებს ურჩევდით, რომ ეცადეთ, რომ იყოთ ყოველთვის პირველი.
ეცადეთ რომ თქვენი მასალა იყოს ექსკლუზიური, მაშინ ცოტა რთული იყო ეხლა ტელეფონებია, სოციალური მედია, თქვა ამბავი ხდება და უკვე იცი და შეგიძლია მიხვიდე და მაშინ ასე არის, მაგრამ დარჯან რასთან როგორ ახერხებდით, ხო? მაშინ ყავდა მობილურები რომ ჩაირთო უფრო მეერე და მანამდე შიდა ტელეფონითაც ასე ვთქვათ 3 ადამიანი. 3 სხვადასხვა სამსახურში. ამბავი არ იყო დასრულებული და მე უკვე ვიცოდი და გავარბოდით და მე ვთქვათ მონოები შემოვიდა და მათი პრეზენტი ჩემგან იყო ასე ვთქვათ რომ ინფორმაცია მქონოდა და ხანდახან დამირეკავდა ჯერ ჩვენ არ ვიცითო და შენ საიდანო და ნუ აი ეს არის ყველაზე მთავარი პროფესია და ყველაზე მთავარი არასოდეს არ მოიტყუოთ. რასაც ნახავთ, ვისაც ჩაწერთ, არ დაუმახინჯოთ მისი ნათქვამი, ის გაუშვით ეთერში. მაყურებელი ჩვენზე, თქვენზე ყველაზე ჭკვიანია და იმან იცის, ვის დაუჯეროს. ჟურნალისტის კომენტარს, ხო, ჟურნალისტის კომენტარს დაუჯეროს თუ იმ ადამიანს, რომელიც არის, თქვათ, ამა თუ იმ ამბის მონაწილე და წითლელა და იქ, სადაც ეს ამბავი ხდება, ის თქვით. ის აღწერეთ და თქვენ არ გააკეთოთ კომენტარი, იმიტომ რომ ჩვენ მაინც მხარე ვართ და მე ვამბობდი და დღესაც ვამბობ, რომ მე არა ვარ დამოუკიდებელი ჟურნალისტი. მე დამოუკიდებული ვარ ჩემს მაყურებელზე, ჩემს ოჯახზე, ჩემს შვილზე. მე ყველაფერს სუბიექტურად უყურებ, მაგრამ ეს არ უნდა ჩანდეს ეთერში. ყველაზე მთავარი დამოუკიდებელი ვარ სიმართლეზე, ჭეშმარიტებაზე. ერთადერთი პარტია ჟურნალისტის არის სიმართლე, ფაქტი, ჭეშმარიტება. აი ეს რომ თქვათ, მე რომ ამას ახლა ყოველთვის ამას მეუბნებოდა სენონ კაციაც, ბადრი ჩვენი რედაქტორები მამუკა არიშიძე ჩემი რა თქმა უნდა ბატონი მოდარი და მე დაგვიკარგავდა თქვენ რა თქმა უნდა ყოველთვის მახსოვს კითხვა დასთვის კორექტული ისეთი რომლის პასუხიც გინდათ მიიღოთ აი ჩათვალეთ რომ შენ ხარ კამერის მეორე მხარეს და შენ გისვავენ ამ კითხვას აი ასე თქვა შეხედეთ ყოველთვის რესპონდენტს და ნოდარ ტაბიძე გვეტყოდა და თქვენგანაც მახსოვს რომ ყოველთვის დაიტოვეთ ერთი ნაბიჯი რესპონდენტთან მისასვლელად შეიძლება ის დღეს არ გაგეხსნას არ გითხრას ის რაც შენ გინდა მაგრამ უნდა მიგესულებოდეს ხო ჩვენ ისევ შევხვდებით ერთმანეთს და ეს უკვე თქვა ნაბიჯია შემდგომი შეხვედრისთვის სხვაგვარად ვერ დარჩები ამ პროფესიაში იგივეს ურჩევ ჩემს კოლეგებსაც და მე დღეს წლების მერე თქვა მე 2006-ში უკვე წამოვედი სუგდიდიდან ბავშვმა სკოლა დაამთავრა და გადმოვერთე უკვე ბეჭდურ მედიაზე და დღეს რო ჩავდივარ სუგდიდში დღეს ვგრძნობ დღეს ვხედავ დღეს ვატყობ როგორ სწორად იქცეოთი დღესაც ახსოვთ, იმიტომ რომ კარგი მეხსიერება აქვს მაყურებელს. იმიტომ რომ არასოდეს თუნდაც აფხაზეთში. საუცხოო მეხსიერება. აფხაზეთში ყოველმხრივი 4-ხრივი შეხვედრები იყო, ყოველ 4 შაბათს ან 5 შაბათს, ხან ზუგდიდში, ხან აფხაზეთში, თქვათ ან გალში, ან ჩამჩირაში, სოხუმშიც ვიყავით და ყოველთვის ვეუბნებოდი, არ დაჭრათ, ასე თქვათ, ინტერვიუ არ დაჭერხოთ, გაუშვით ის, რასაც თქვათ, ის რესპონდენტი ამბობს და ენგურჰესეც ხშირად დავდიოდი და მე არ მახსოვს აფხაზებს ჩემთვის თქვათ უარი ინტერვიუზე. იმიტომ რომ ერთ-ერთი ობიექტური ჟურნალისტია და მე კომენტარი რაც გინდათ ის გაუკეთეთ, მაგრამ მას ათქმევინეთ ამას სათქმე. მან თავისი აზრი, შენ მისი აზრი გაინტერესებს, იმიტომ ხვდები. მაგრამ ეს უნდა იყოს ჩარჩოში. კორექტული და არა ვთქვათ მომწოდებელი რაღაც. ეს უკვე ჩვენზეა დამოკიდებული, შენ არჩევ რესპონდენტს, შენც უნდა ენდობოდე მას. რა თქმა უნდა, მისი აზრი სიმართლის მოყარეობას და მისი აზრი თუ არ გაინტერესებს, რატო ეწახება? მაშინ შენი აზრი ხო ისედაც იცის, საკუთარი ხო იცი, რატო ახლა? ამის უფლება არასოდეს არ ქონდა. წარმოიდგინეთ, არითა მე კომუნისტურ ეპოქაშიც იგივეს მასწავლიდნენ ჩემი კომუნისტი ლექტორები, იმიტომ რომ ჟურნალისტიკას მართლა მეოთხე ხელისუფლება თუ ოდესმე იყო, მაშინ იყო. და მერეც ცოტა ხანს ძალიან, აი გარიჟრარზე 90-იანი ჩაბნელებული, რამდენი სტუდენტი მოვიდა, ჩვენთვის არ იყო ჩაბნელებული, იმიტომ რომ ჟურნალიზმის ბუმი იყო. გამოდიოდა საუკეთესო გამოცემები, რომლებაც აიშვეს, უკვე ქვეტექსტში კი არა, ღიათი იყვნენ, იგივე ახალგაზრდა კომუნისტები, რომელიც სუმე ამბოხე იყო, თბილისი, ხომ, საქართველოს რესპუბლიკის კომუნისტი რო გადაკეთდა ხო გახსოვთ რა გაზეთი 100 წლის გაზეთია ჩვენი სიამაყე დღესაც და ძალიან მიხარია რომ მატერიალად უჭირს მაგას ლიტერატურულ საქართველოსაც
საოცარ გამოცემებს და ეხმარებიან ჟურნალისტთა ფედერაცია რამდენადაც შეუძლია გიორგი იყო ამას წინათ გადაცემაში. ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ ილიას სული ჟურნალისტიკაში. თორე რა აზრი აქვს საქართველოში ამ საშინელების არსებობას დღეს რო უყურებთ დიდწილად ეხლა როგორ არა კარგიც არის და დადებითიც, მაგრამ სამწუხაროდ წალეკამ სიყვითლემ არა ჩემოდარიან და ეს მე და შენი ტკივილია და ჩვენ თუ არ მოუყვებით ამ ახალგაზრდებს ამ თაობას რაღაცა თითქოს ფუნქცია და არსი გამოეცალა ის რისთვისაც მეოთხე ხელისუფლება ერქვა და უნდა ერქვას. მე მგონია რომ ჟურნალისტები ჩვენ ვართ შუამავალი, ასე ვთქვათ, არსებულ ხელისუფლებას და ადამიანებს შორის, რომლებიც არ არიან ხელისუფლებაში. საქართველოს მოამბეზე სხვა ხო არაფერია, მაგას გვეუბნებოდა და ის უკურთხეული სწორედაც. ამიტომ ჩვენ მაქსიმალურად, რა თქმა უნდა, შეიძლება საინტერესო და კარგი სასიამოვნო მოსასმენი არ იყოს ის რაც ხდება ადგილზე, არა აქვს მნიშვნელობა ან რესპონდენტი რასაც ყვება, მაგრამ ჩვენ ეს მივაწოდოთ მაყურებელს, ჩვენ ვიყოთ გამტარი და ჩვენი პოზიცია ჩვენ თუ დავიწყებთ ახლა იმაზე კრიჭაში ჩაუდგებით როგორც ხდება ხოლმე დღეს და გინდა თუ არა თიკი არა შენ დასვი კითხვა და იმას მიეცი საშუალება გიპასუხოს და თუ გინდა ხო თუ გინდა მოусმინე თუ გინდა არ მოусმინე მაშინ არ მოიწვიო ჩვენ ბევრს ლაპარაკობ დღეს პრესის და მედიის და სიტყვის თავისუფლებაზე მაგრამ რატომღაც ზოგმა ეგრეთ წოდებულმა ჟურნალისტმა ჩათვალა რომ მარტო მასა აქვს ეს თავისუფლება და სხვას არა და ეს უკვე აღარა ჭეშმარიტი თავისუფლებაო ჯერ კიდე არისტოტელე ბრძანებდა არის არჩევანის და გადაწყვეტილების მიღების უფლება რომელიც უნდა გქონდეს მეს თქვენს რესპონდენტს ნებისმიერ მოქალაქეს მას ეს უფლება არ უნდა წავართვათ მით უფრო ჟურნალისტმა რომელიც ამის დამცველი უნდა იყოს სწორედ არა ჩემო დარეჯა და აი ეს მინდა რომ კარგად აი ეს გადაცემის დანიშნულება მიზანი ჩემის და ჩემი мотиваციაც ის არის რომ სწორედ ჭეშმარიტი ჟურნალიზმის სული აღორძინდეს ილიას ქვეყანაში ნიკო ნიკოლაძის ქვეყანაში როგორ არის იცით აი ყველაფრის პრობლემა მაინც ქვეყანაში არის განათლება რაღა თქმა უნდა იყო პერიოდი როცა თქვა სკოლები უმაღლეს სასწავლებლები რაღაცა სამოქალაქო დაპირისპირების თუ სამოქალაქო რა ვიცი რაც გვინდა პერიოდი თქვა აი დაემთხვა ისე რომ აი განათლება უკანა პლანზე იყო გადაწეული სამწუხაროდ მაგრამ დღეს ახლა წინა პლანზეა და ახლა ეს ერთიც არის რომ აი ყველა ინსტიტუტში არის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი და ფიზიკურად თქვა აი ესეთი ჟურნალისტიკის მამები რასაც ქვია და დედები და აი ვინც მართლა ესეთი ღირსეული ადამიანები არიან როგორც თქვენ ბრძანდებით რომ აი ის ჭეშმარიტი ჟურნალისტიკა ის არა ფუნქცია მოვალეობა ვალდებულება რაც ჟურნალისტს აკისრია ეს უნდა ვასწავლოთ რაღაც ჟურნალისტობა არ არის მიკროფონი რო ხელში გიჭირავს და მაპატიე და პირში რო შეთხრი და არც ეკითხები რაღაცას არც აცელი პასუხს არ უსმენთ ეგ ერთი და მეორე აი კითხვა დასვი კორექტული რომ შენ გაგცენ პასუხი ჩვენ მარტო ვიდექით ერთი და ორი ჟურნალისტი როცა მე დავიწყე მუშაობა და კიდევ ერთხელ ვიტყვი რომ კონფლიქტის ზონაში მუშაობა იქ ვისწავლე რესპონდენტებისგან, მეგობრებისგან, ხელშეწყობა უნდა კი რა თქმა უნდა. ეხლა როცა არის რაღაცა ამბავი მოხდა და იქ შენ ვიღაცის კომენტარი გინდა, შენ ისეთი კითხვა უნდა დასვა, რომ შენ გიპასუხონ. მასურვილი გაუჩნდეს რომ ერთი ადამიანი ხო პასუხობს 30 კამერა დგას და 30 მიკროფონი და აი შენ ისე უნდა გამოირჩეოდე, თქვა შენი კითხვით, რომ ის დაინტერესდეს რესპონდენტი და შენ გაგცეს პასუხი. ეს არის უკვე ექსკლუზიური ასე თქვა, შენი კითხვის პასუხი. ვინ ვის აცლის დღეს ამაში? უნდა ისწავლონ, რა თქმა უნდა, ცოტა მოხერხებაც უნდა, ცოტა თავხედობა არა. უფრო მოხერხება, კულტურა, გაბედულება, რა თქმა უნდა, სისხარტე, სისტრაფე და ის რაზეც შენ იმასთან მიდიხარ, აი უნდა შეეხო მის ისეთ სიმს, რომ მან გადაწყვიტოს, რომ შენ გიპასუხოს. გაუჩნდეს. კი უნდა აიძულო ადამიანი იძულებით ვერავის ვებსათქმევინებ დღეს და კორექტული დამოკიდებულება რესპონდენტისადმი და არა გაკიდება რომ დაასრულა პასუხი თქვა ყველა კითხვაზე და მე საკუთარ თავს არ უნდა კადრი განათლება კიდევ ერთხელ ბევრი კითხვა დღეს იმ პერიოდში არ იყო სოციალური მედია და თქვა ინტერნეტი და ჩვენ თუ გქონდა აი პირადი გამოცდილებები და თქვა უფროსი მეგობრების გამოცდილებები ლექტორების გამოცდილებები რომლებიც ჩვენ მოგწეს და გადმოგწეს ასე ვთქვა და დღეს ეს ყველაფერი გაქვთ აი შეხედავთ თქვა როგორ კეთდება საინფორმაციო სხვა ქვეყანაში სხვა ქალაქში და როგორი გაბატარავდა სამყარო ყველაფერზე ხელი მიუწვდება
და აგერ ზურგზე კიდიათ ეს ლაივუს აპარატი და დღეს რო აგერ დგახარ, თქვათ, ჩხოროწყუდან თუ ჩიკაგოდან შეგიძლია შენს ტელევიზიას მიაწოდო ინფორმაცია იმ წუთას იმ ადგილიდან, სადაც ეს ხდება და ჩემი რჩევა რა, თქვათ, ჩვენი გამოცდილებიდან, რომ მაქსიმალურად კორექტულები, მაქსიმალურად გამართულად ისაუბრონ და მაქსიმალურად გამართულად მიაწოდონ ის ინფორმაცია, რაც შენ გინდა, რომ აი ჩათვალე, რომ ტელევიზორის მეორე მხარეს ხარ და შენც გინდა რომ მოისმინო. და უფროსი თაობისადმი ახალგაზრდებისადმი დამოკიდებულება, დავჩაგრავთ ახალგაზრდებს და ვეტყვით, რომ თქვენ არაფერი შეგიძლიათ. პირიქით, უნდა უთხრათ თქვენ ყველაფერი შეგიძლიათ, თქვენ ყველაზე საუკეთესოები ხართ და ეს მაგრამ უნდა მიცეთ ის პოტენციალი, რომ მართლა წახალისება ყოველთვის ჭრილს და ყოველთვის საინტერესოა. ცხადია, ნდობის ფაქტორი უზარმაზარი მნიშვნელობისაა. ნებისმიერი ასაკის ადამიანთან თუ არ მენდობი, მე სურვილიც აღარ მექნება შენთან ურთიერთობას ხოლმე. ჩემო კარგო, რა მოწურს? აი თბილისში ჟურნალისტიკის დარგში მოღვაწეობიდან რას გაიხსენებდით? ვიცი რომ საინტერესოა. მოკლედ, რომ ჩამოვედი თბილისში, დავრჩი, ასე ვთქვათ, არჩევანის წინაშე დავდექი. აი რა გავაკეთო? გავყვე ტელევიზიას. პირველი არხის მე რადიო იმედში ვმუშაობდი და ეს იყო ძალიან საინტერესო პერიოდი კოკა ყანდიაშვილი და აი ადამიანებს კოკაჩვენი სტუდენტი იყო ვინც უკვე პროფესიონალი და მაინც ჩათვალა რომ უნდა მიიღო ჟურნალისტური ვინც თქვა ჩემთვის ერთი ნაბიჯი გადაუდგას ერთი თბილისი თქვია ყველას მადლობას უხდი მარჩილ გოგელიას საზა შენგელიას მამუკა არეშიძეს მარინა საუქვაძეს კოკა ყანდიაშვილს და ბევრ ადამიანებს რა ვიცი ვინც იმ პერიოდში თაკობ ხაკაძეს ნატოუნიანს აი ადამიანებს ვისთვისაც მე რაღაცას ვაკეთებდი იმ რთულ პერიოდში მე რადიო იმედში ვიყავ და მე გადავწყვიტე მოდი აბა ერთი გადავხედოთ ბეჭდურ მედიას მოდი წიგნები ბუკლეტები ჟურნალები და პირველი შეკვეთა მომცა გოდერძი ბუკიამ ის ატარებდა ფესტივალს სამეგრელოში სიმღერა სამეგრელოზე პირველი ასე თქვა პატარა კლიპი ბუკლეტი გოგიჩელი სტუდენტი აი კიდევ დავიწყე საოცარი პიროვნება იყო გოგი ნამდვილად და მე დავიწყე უკვე ბეჭდურ მედიაზე გამოვცემდით ჟურნალს რომელსაც თქვია ივერიელნი და პირველი ესეთი საინტერესო წიგნი გავაკეთეთ ხელნაწერი წიგნი ალბომი წერილები პატრიარქს რა საინტერესო კი სერგო ვარდოსანიძე არის ესეთი ისტორიკოსი პიროვნება მე რო ვთქვა ფილოლოგიის ფაკულტეტზე ერთ-ერთი უნივერსიტეტის რექტორი იყო კარგა ხანს კი და სერგო იყო ისტორიის ფაკულტეტზე, აიქიდან ვიცნობდი. მე კარგი წიგნი აქვს პატრიარქსი არა ჩვენ. კი, და სერგოს უთხარა ესეთი იდეა მაქვს მეთქი და მინდა განმახორციელო, იმიტომ რომ სერგო უფრო ახლოს იყო საპატრიარქოსთან და მე რამდენად მაქვს ამის უფლება. კიო გავაკეთოთ. რა თქმა უნდა და ესეთი მოვნიშნეთ, თქვათ, წერლები ვინ, პოეტები ვინ, მხატვრები ვინ, ეპისკოპოსები ვინ, ეპისკოპოსები ყველა უნდა ყოფილიყვნენ, ასე ვფიქრობთ თავიდან. ოღონდ უნდა ყოფილიყო ხელნაწერი. და ვიფიქრე, კი ბატონო, შენი ფიქრეო, შენთვის მე ვიფიქრებ ჩემთვისო და პირველი დაურეკე ანა კალანდაძეს, ცხონებულ საოცარ პიროვნებას, ეხა კი მყავდა ბევრჯერ ნანახი, თქვა საღამოებზე რაღაცა, მაგრამ აი ესე საქმისთვის, თქვა პირველად უნდა შევხვდრე და დაურეკე და ვთხოვე, რომ ესე წიგნს ვაკეთებ და მინდა რომ მიიღოთ მონაწილეობა თუ შეიძლება. თქვა ხა ხელნაწერი არ მithქვავს მისთვის, უბრალოდ ვაკეთებ წერილები პატრიარქს. და თქვენი მილოცვა, თქვენი სურვილები, თქვენი დამოკიდებულება, თქვა თქვენ როგორ აფასებთ პატრიარქს და მითხრა რომ ეხლა არაო, ეხლა მოვედიო საპარიკმახით ისეთი ცუდი ისა მაქო რა ქვია, ვარცხნილობა ცუდად შემაჭრაო, ხომ და ერთ-ორ დღეშიო მოდი. ეხლა მე ესეთი მეგრულის გამოვიყენე და გავუგზავნე ჩემი ჟურნალები. მანამდე გამოცემული, თქვა რომ ცოდნო და ვინა ვარ და რას ვთხოვდი მეგრულს. და ჩემმა შვილმა მიუტანა ლევანი 10 წუთში მირეკას მე არ ვიცი ხა სადახარო ჩემი რძალია ყავას ადუღებს და სანამ ყავა მოდუღდება ჩემთან იყავიო. მივედი ვისაუბრეთ და სიამოვნებით ერთ 3 დღეშიო დაგირეკავო და მე მობრძანდითო. 3 დღეში მირეკავს და მივედი და მაგიდაზე მხდება ხელნაწერი. 3 ფურცელი. მე ასე ჩავთვალეო საჭიროთ რომ პატრიარქსო ასე მიულოცო. თქვენგან დამოუკიდებლად. კი, თვითონვე ხო დაწერა და მე სერგოს უთხარი რომ თუ თქვა ანა კალანდაძემ დაწერა, მოდი იქნებ სხვებსაც დავაწერინოთ და დავიწყეთ ესე მწერლები, პოეტები, საზოგადო მოღვაწეები, ეპისკოპოსები და ეპისკოპოსებიდან პირველი იყო მეუფე ეფრემი. ბოლნისის ეპისკოპოსი და მითხრა რომ ესეთი წიგნი იქნება საოცრება. ეს არის სადღაც მარტი-აპრილის თვე და 2 აგვისტოს არის ილიაობა პატრიარქის ანგელოზის ხსენების დღე 2 ცალი ესეთი სპეციალურად დავაბეჭდინე 104 გვერდი იყო თუ 102 გვერდი და წავედი ამ წიგნით საპატრიარქოში სერგოს მიყავს საღამო
და გამოაცხადა რომ თქვენო უწმინდესობაო ადამიანებს აქვთ სურვილიო აი დეკემბერში სრულდებოდა მისი აღსაყდრების საიუბილეო წელი იყო მე 4 იანვარს მისი დაბადებისდღე და ამ პერიოდისთვის გვინდოდა წიგნი დაგვებეჭდა 2007 წელი იყო და გამოაცხადა რომ აი გალუტენ დარჯანმა გააკეთა უცნაური წიგნიო და ეხლაო სიტყვას ვთხოვდა აი დედას ფიცავარ აი ეხლაც ვიტყვი კამერის წინ და ჩემი კოლეგები პირველად შემეშინდა კამერის გასაგები აქედან რა უნდა უთხრა პატრიარქს და საზოგადოებას გასაგები ემოცია რომელიც იქ იყო შეკრებილი და ჩემ თავს უთხარ მაგრამ როგორი ნეტარებაც დარეჯან არ გაბედო მიკროფონთან მისვლა პირდაპირ მიდი პატრიარქთან და ეს ჩემ ჩახვდებული წიგნით პატრიარქის წინ მუხლებზე მოვიყარე და ხელზე ვემთხე და უთხარი რომ თქვენო უწმინდესობაო და შემოატრიალეს წიგნი რომ მან ნახოს და წინ გარეკაზე ქონდა ესეთი ლოგო გაკეთებული ემირ ბურჯანაძემ გაკვირთა და ილია მეორე ძალიან ლამაზად იყო გაკეთებული შინდის ფერფონზე და საოცრებ ნახა გადაფურცლა ერთი გვერდი მეორე გვერდი მე გავიჭედე ვერ ვლაპარაკობ მაგრამ აი რომ მოეწონა და სახეზე რომ ერთხელ შევხედე რომ შევატყე რომ მოეწონა ქართველებსო წერა ეზარება ამდენი როგორ დააწერინეთო და თუ შეიძლება მეთქი თქვენო უწმინდესობა თქვენ საგალობლებს აქადაგებასაც რამოდენიმე ჩავსოთ დისკში და აქ მეთქი რამოდენიმე ადამიანთან ერთად ჯგუფმა ასე გადაწყვიტა მეთქი რომ თქვენ მოგილოცოთ და პირველი იყო ანა კალანდაძე მეთქი და აი 3-ჯერ 4-ჯერ გადაფურცლა და ხედავ უკანურეთი 10 კაცი დგას რიგში რომ პატრიარქთან მივიდეს და მე აბახა ადამიანს ვესაუბრები ისაუბრობს უფროსო და მე უსმენ მე რაიყო და ესე დაიჭირა გულთან ესე და წამოვდექი არ მახსოვს სად ვიყავი როგორ ვიყავი რანაირად ერთ-ორ დღეში მივედით დაგვიბარა ისე მე და სერგო და იქ ესეთი ვერცხლის ჭიქით იდგა კონიაკი ცნობილი კონიაკი და ყავა გადავკარია სანა პატრიარქი მოგზანდებოდა და მე შორენას უთხრა დარეჯანს მოეწონაო ჩვენი კონიაკი და გაატანეო და რამოდენიმე ადამიანის გვარი გვითხრა ვინც თქვა ჩვენ რატომღაც არ გამოგრჩა მაგრამ კი შევთავაზეთ მაგრამ რაღაც თავი შეიკავზე მე პატრიარქმა რო გვითხრა და საოცარი პრეზენტაცია გქონდა სადღაც 150 ადამიანი მონაწილეობდა ეს იყო უნიკალური წიგნი მე უკვე გადავერთე სამეგრელოზე იმიტომ რომ სამეგრელოს ყველა სოფელი ყველა კუთხე ყველა ქალაქი ყველა ადამიანი ვინც იქ ცხოვრობდა ისე მინდა გითხრათ რომ ბევრი ლამაზი ქალი სენაკში ცხოვრობს ვიცი ამიტომ ჩემ ცხოვრობდა ერთ-ერთი ულამაზესი ქალი და ბევრი ლამაზი ქალები არიან სამეგრელოში თქვა გასტრონომია კულტურა ეთნოგრაფია ფოლკლორი და მე დავიწყე თქვა აი ამ მიმართულებით მუშაობა მე გავაკეთე ბოლოს გავაკეთეთ ოდაბადე რომელშიც თქვენც მიიღეთ მონაწილეობა არა მაგაზე მე ცალკე უნდა ვილაპარაკოთ ეხლა ყველაფერს ერთად მოკლედ ასე დავიწყეთ საგამომცემლო საქმიანობასთან დაახლოება კი ბატონო და აი სწორედაც მინდა რომ აი ოდაბადეზე განსაკუთრებით ჩვენ ვისაუბროთ იმიტომ რომ არა იმიტომ რომ მე მქონდა პატივი რაღაცა იოტის ოდენაცვლები შემეტანა დიდი სიამოვნებით რისთვისაც მუდამ მადლობელი ვიქნები პირადად შენი და საკუთარი ბედის იმიტომ რომ რაღაცა წლები არ ხვდებოდით ერთმანეთს და უცებ არ ვიცი ბედის წერა მოვიდა ბედი უფლისნების გარეშე არაფერი ხდება ძალიან მე ხომ მამა სამეგრელოდან სენაკიდან და სიგიჟემდე მიყვარდა მამაც საქართველოს რაზე ელაპარაკი მაგრამ ახლა შენი ფესვები სადაც არის რა მაგაზე ხორი აზრი არ არსებობს და მართლა ბედის საჩუქრად მივიჩნიე რომ მე ამ საოცარ მართლა ეროვნული მნიშვნელობის წიგნში შენი შემწეობით მომიხდა რაღაცა პატარა წვლილი შეტანა ასე რომ აი მაინც მგონია რომ შენი მთელი მოღვაწეობის ახლა იქ პატრიარქს წერილი პარინციქს იმას ის კონკურს გარეშეა მაგრამ მაინც ერთ-ერთი გვირგვინია ეს ოდაბადე არ ვწდები ხო დარეჯან მე ასე ვხედა საოცარი წიგნია კი არა ნახეთ უკვე ასე რომ მე მეორე გამოცემას ველოდები დიდი ინტერესით და დიდი სურვილით და თუ კი რამეშ კიდე შემიძლია რომ ამისთვის გავაკეთო იმიტომ რომ ეს ეროვნული განძია ჩემ უზარმაზარი ერთ-ერთს მარტო ესე ყოფა ერთ დიდერს და ჩვენ ხომ მაინც პატარები ვარ ნიშნულობით კი არა ჩემო დარეჯან არ ვაკნინებ პატარები ვართ რაოდენობრივად ტერიტორიულად მაგრამ აი რამოდენე პოტენციალი კულტურული ისტორიული მე არ შემიძლია რომ ამით არ ვიამაყო და არ ვიყო ბედნიერი ყველაფრის მიუხედავად
მე რა ხა ყველას აინტერესებს და ყველას თვალი აქეთ არის აბა რა იმიტომ რომ მიმზიდველი ქვეყანა ბევრი თვალსაზრისით და ასეთი რაღაც რო დაიდება ეს ძალიან დიდი ღვაწლია ერის წინაშე ასე რომ მე ვამაყობ რომ ეს ჩემმა სტუდენტმა გააკეთა და აი გავახსენდი და რაღაცნაირად ჩამრთვა ამ დიდ საქმეში ძალიან დიდი სიამოვნებით ეს გავაკეთე ეხლა რა მინდა იცი აი როგორ გაგიჩნდა ეს ძალზე მომხიბლავი იდეა ეხა იდეებს არ უჩივი გიცნობ კარგად წლებია და ზოგადად ნიჭიერი ქალბატონი ბრძანდები მაგრამ ხაი უნდა რაღაცა მოიტანოს შენს ცხოვრებაში რომ აი ეს ამხელა რაღაცა შეეჭიდო არა ურთულესი სამუშაო ქონდა რაღაცა ისეთი პერიპეტიები ყველაფერს და მატერიალურად რამდენად რთული იყო მე მახსოვს მე კი ვიცი მაგრამ მინდა რომ ჩვენმა მაყურებელმა იცოდეს რა შრომის რა რუდუნების რა რაღაცა უზარმაზარი სურვილის ფასად იდება ასეთი ნაშრომები ეს კარგი მაგალითი საუკეთესო აღმზრდელიაო ძველი ბერძნული გამოთქმა და თუნდაც ამიტომ მინდა რომ ეს იცოდეს ახალგაზრდობამ ფართო მაყურებელმა რომ ვისაც რაზე მიუწდება ხელი ამ ჩვენს პატარა საქართველოს გაუკეთოთ დიდი საქმეები ხომ ვისაც რა შეგვიძლია ზოგჯერ ჩვენ თვითონ არ ვიცით ისეთი რამ აგვიწევია და შეგვძლებია თურმე როცა დიდი სურვილები აი ამაზე გვინდა რომ გვესაუბროთ მე დავიბადე სოფელში ეს არის ჭყოროწყუს რაიონში ახუთი და ბაბუაჩემს ქონდა იქ ოდა და სულ მახსოვს აი ქარის დროს როგორ ჭრიალებდა იქ როგორ აწყობდნენ ტაბაკზე ელარჯს გიბჟალიას როგორ ხებულობდნენ სტუმარს ეს ბავშვობის ის მეგრელი ბაბუა გამახსენდა მართლმე ბაბუა და ნანას ვეძახდი თბილიას კი და აი საოცარი და მე როცა უკვე მუშაობა დავიწყე და მქონდა საშუალება რომ აი მთელი სამეგრელო შემომევლო სულ მაწუხებდა რომ ეს ოდები თითქმის იშლებოდა და ერთი რეზო ადამიანი მხატვარი და პაკუდოვანიძე და უფინანსა პროექტი და ეს გაქრობის თუ დანგრევის თუ წაქცევის პირას მისული ოდები დაახატინა და თქვა რეზოს დიდ საქმეს აკეთებს არქივში არის ეს თქვა საოცარი ოდები შემორჩენილი შემორჩა ბევრი და მხოლოდ ამ სურათებს ეს ჩვენი დღეს შენს ციკლში ეგ ჩვენი დღეს მირეკავს გიორგი კალანდია და კულტურის სამინისტრომო გადაწყვიტაო ლევილშიო კოლხური ოდა დადგასო და იქნებო ნინო არის ეთნოლოგიური მუზეუმის ხელმძღვანელი და ნინოსთან ერთად წადი და შემოიარეთ სამეგრელო და ნახეთ იქნებ იყიდება 3 თუ 4 დღე ვიყავით და რომ იტყვიან აი სამჯერ შემოუარეთ სამეგრელოს ბევრი ოდავ ნახეთ ნუ ზოგი იყიდებოდა ზოგი არ იყიდებოდა ზოგი უკვე დაშლილი იყო ზოგი მოუვლელი ზოგი რაღაცა და ნუ აი ესეთი აი სავსე ემოციით და ტკივილით და იმითი რომ აი ეს ოდები ნუ გაქრობის პირასაა რაღაცა ესეთი რთული ზამთარი რომ მოვიდეს და ქარმა დაუბეროს ბევრი ხომ არ უნდა და დაემთხვა ამას ის პერიოდი 25 დეკემბერი და არის პატრიარქის აღსაყდრების დღე დილას დავესარი წირვას და მერე წავედი ნაქლუბაქევში ეს არის დედათა მონასტერი იქ არის მამა სერაფიმეს დედა ნატალია და მამა სერაფიმეს სვეტი ცხოვლის წინამძღვარს ყავდა სტუმრები და მე ცოტა დამაგვიანდა და ბოდიში უთხარი რომ ტაძრის დღესასწაულია თან იმ დღეს იქ და მე ვთხარი ბოდიში მეთქი რა დამაგვიანდა მაგრამ ნუ ტაძარში ვიყავი თქვენ და დამსვა თავის გვერდით და აქ უკვე კარგად არიან ხალხი აი თქვენ თავდება რა სუფრა და რაღაც კაცი ზის ჩემს წინ და ყვები სად იყავიო რა სურათები ვნახეოდები გადაგიღიაო მამაო მეუბნება და კი მეთქი აი ესე ვიყავით გადავიღეთ და გული მწყდება მეთქი რომ აი ეს ოდები ხრება და აი არავინ არ არის მეთქი რომ ან მოუაროს ან აღადგინოს რა ვიცი ალბათ მეთქი ნინომ ჩაიწერა და მინის ქალბატონ თეას მოახსენებს რომ იქნებ მათ რეაბილიტაციაზე დაიწყოს საქმეს აკეთებს სხვათა შორის კულტურის სამინისტრო ყველაზე მე სულმიდა რომ მადლობა თუნდაც აქედან შორიდან მართლა ბევრი კარგი იდეის და იქ სულის ჩამდგმელი ბრძანდება და იქ ნახეთ მეთქი ერთ-ერთი ოდა კი არა ეთნო ეზო სადაც არის სასიმინდე მარანი მოდგმილს ეძახიან სათავსოს სადაც ინახავდნენ საზამთროთ საჭმელს ერთი კარი ყოდა მარტო და მიწაში იყო თქვა ორი ნაბიჯით დაბლა ჩასასვლელი და იქ ინახებოდა საზამთროთ პროდუქტი და
ესეთი აგურის ფეხებზე დამდგარი, ასე ვთქვათ, აგური გვიან შემოვიდა, მაგრამ და საოცარია დაახლოებით 120 წლის ჭანტურიების. და ჩემს წინ ზის კაცი და წამოხდა. მე ჭანტურია ვარო, სერგო ჭანტურია, ხო წალენჯიხიდანო და ვინ არის, რა არის? და მე რო შეგიკვეთო, შენო ეხა ოდებზე უწიგნიო, გააკეთებო, სიამოვნებით მეთქი. ამაზე როცა ცენება ხედავ რა ხდება. და დავიწყეთ იქედან. ყველა ნაბიჯზე გეხმარება უფლის ხელი. წარუდგინე პროექტი, კითხე ჩემს ოპერატორებს, ხვიჩანემსაძეს, გოჩალემონჯარიას, პაატალა გვილავარი გუბერნიაში, სამგრელოს მხარეში პიარის ხელმძღვანელი და მიხის სახელშეწყობით ყველა სოფლის გამგებლის ტელეფონი გავიგეთ, რომ დაგვერეკა სად არისო და შემორჩენილი გადასაღები და რა ვიცი, აი მადლობა ყველა ადამიანს, ვინც ხელი შეგვიწყო, დავიწყეთ გადაღება დრონით, იმით. ყველაზე ბევრიო და შემორჩენილი არის აბაშაში და მარტვილში. ძირითადად ოდები დაიშალა სამწუხაროდ ასეა თქვა სიმართლე ეს არის რომ მშენებლობა ენგურეს მშენებლობა რომ დაიწყო ხალხმა ფული იშოვა და თქვა რომ მოდი იქნებ კარგი სახლი ავაშენო თანამედროვე სახლი და ზოგმა დაიტოვა ისო და ზოგმა დაანგრია და ხო მოკლედ და ძირითადად არის შენახული არის თქვა ზუგდიდში საოცარი ოდები წალენჯიხაშიც არის აბაშაში სენაკშიც ფოთში ოდები არა მაგრამ ესეთი აგურის სახლები და კრამიტით გადახურული და ძირითადად თითქმის ყველა ეს ოდები არის კრამიტით გადახურული და არის მარსელის კრამიტით მინდა გითხრათ პირველად ასე ვთქვათ ნიკო ნიკოლაძემ რო დაიწყო შემოტენა მე ხელმისხობსაც მოეწონათ და მარტვილში ჩაქონდათ ხარურემით შეაბავდნენ ხარებს 2-3 დღე მოდიოდნენ მაგრამ ჩამოქონდა იმიტომ რომ ის იყო გამძლე ხარისხიანი სუნთქავდა და ასე შემდეგ და ხა მარტო ოდებზე ხო არ იქნებოდა ამ წიგნში საუბარი დაურეკე პაპნა გავისონიას ეს არის ისტორიკოსი ეთნოგრაფია ეს ყველაფერია რა ასე ვთქვათ ძალიან ჭკვიანი ბიჭი დაურეკე ბესოჭითანავას რომელსაც აქვს ასე ვთქვათ თავისი ოჯახური რესტორანი კაფე რა ყველაფერი ერთად არის ასტუმროც და საკუთარი სახლი სადაც ღებულობს სტუმრებს და ასწავლის კიდევაც და აგემოვნებინებს აი მეგრულ კოლხურ კერძებს დალილად სატავა თავისთავად ეს მაკუნჭულია და შეიყარა ასე ვთქვათ მაგრამ ხა საჭმელი გასაგებია მაგრამ ხო ღინოც მოდიოდა როცა ადამიანის სტუმარი მოდიოდა და რა ხდებოდა როგორ ღებულობდნენ სტუმრებს და ეს ყველაფერი ერთად მოაქციეს ამ წიგნში სუფრის კულტურა, სტუმრის მიღების კულტურა, გამასპინძლების კულტურა, სუფრის მოწყობის კულტურა, ეს მაკუნჭულია ყვება, თქვათ, მე მაქო დადიანების ეზოშიო და როგორ თქვათ, მივიღებდი რას, მივართმევდი რა საჭმელს და თქვათ, როგორი იქნებოდა, ვინ იქნებოდა ჩემი სტუმარი და რომელი ღვინოთი გამასპინძლებოდა. რეალურად სატავა იხსენეთ ბებიამისი როგორ აკეთებდა თუნდაც ჭვიშტარს თუ გიბჟალიას თუ და არის ესეთი დირფა ქვია არახს. აი პირველი მოხდილი არაფია და სტუმარი რომ მოდიოდა ჯერ ამას ასმევდნენ და მის ხასიათს თქვათ სასმისთან გებულობდნენ და იმის მიხედვით თქვათ მოქონდა დანარჩენი ბაბუა ჩემი თქვათ ნარცე თამაშებოდა და აი რო წააგებდა და ადამიანი ხდებოდა ცოტა ისეთი ემოციური და ვეკითხებოდი ბაბუ მეთქი ჯერ საჭმლის წინ ნარც რატო ეთამაშები მე ვიგებო მის ხასიათს და ამით საზღრავო რომელი ღვინო დავალებინო თუ არაყიო თუ რაღაცა ეს იყო თქვათ ესეთი მიღების კულტურა და წესი და ასე შეიკრა მე ვთქვათ რატომაც არა ხორბალი თუ ღვინო და ვთქვათ ღვინოს აქვს 8000 წლიანი ისტორია არანაკლებია ხორბალს არანაკლები ბატონო აი მსოფლიოში გავრცელებულ ვთქვათ ხორბლის ჯიშებს შორის ძალიან ბევრი არის კოლხური ქართული ენდემური ჯიშები და რა ვიცი აი შევიკრიფე მოვიკრიფე ასე ვთქვათ ეს ადამიანები ჩემს ირგვლივ ვისაც ვთქვათ რაღაცა ქონდა სათქმელი და ასე გამოვიდა ეს ოდაბადე თავისი ფოტოებით კრიმე მარნიშვილი არ გამომრჩეს რომელმაც ხორბალზე დაწერა ლალი გოგინავა რომელმაც დაფნაზე დაწერა მუხურის ფუტკარი და ყველაფერი ერთად რაც აი კოლხეთს და ყველა კუთხეს აქვს ასე სათქმელი და საინტერესო იქნებოდა ყველა კუთხემ რომ ჩემო დარეჯან კიდე ერთხელ დიდი მადლობა ამისთვის და მე ეს წიგნი ერთი ხუჯერ აჩვენა გაკითხული თავი დავოლოვდე წარმოგუყმა მაგრამ მინდა რომ იცოდეს ქართული მაყურებელმა საქართველოში მცხოვრებმა ყველა ადამიანმა და საბედნიერო
ვთქვათ, კვარაცხელების დამსახურებაც არის თანდათან პოპულარული ხდება ჩვენი პატარა ქვეყანა. მე პირადად ერთი წიგნი გავგზავნე ინგლისში, მეორე მინდა ამერიკაში, მაგრამ ხა ერთი მაგდეს ერთი მე მინდა რომ მქონდეს პაპირები. ასე რომ უნდა ეს კი აუცილებლად უნდა გავაცელოთ, იმიტომ რომ ქართული კულტურის ერთი ძალიან საინტერესო კი რამდენიმე უკვე ამ წიგნში და ძალიან კარგია რომ ეს წიგნი არსებობს და ეს ყველა ოჯახში უნდა იყოს. ეს ჩემი დიდი ორენოვანია რა თქმა უნდა, ამიტომ უცხოელი დიდი ინტერესით ეცნობიან და რა ვიცი, აღფრთოვანებულები ერთი პატარა ამბავიც უნდა მოვყვე, ერთი ახლობელი მირეკავს მოკახელი მყავსო. კი, კახელი მყავსო ცოლიო და ეს წიგნი რომ მოვიდა 10 წელი წაიღო და ჩაიტანა კახეთში ამაყაც და ეუბნება 25 სახეობის კოლხური ვაზის ჯიშები აღადგინეს მარტვილში. ნუ ეხლა მე ვიხარებავების აზადასვიადი მოვიკითხავ აქედან. იქ არის კაკო, რომელმაც აი საოცრება გააკეთა, ტერასები გააკეთა და აი არ ვიცი რა, კაკო თოდუა ცნობილი პიროვნება და ზუგდიდში ძალიან ბევრი თქვათ მუშაობს ამაზე, მაგრამ ეს დაიწყო აკაკი ელიავამ, გივი ელიავამ მარტვილში და მერე მისი მიმდევრები გაჩნდნენ და ასე რომ კოლხეთში ნამდვილად კარგი მაგალითი საუკეთესო იგივე კახელებმა ახაფა გააკეთონ საპასუხო რა რომელი არა აქვთ ღმერთო ჩემო რომელი არა აქვთ აღვენის კულტურა სუფრის კულტურა საოცრება ასე რომ ამაშიც არ ჩამოვჩებით აუცილებლად აი ამაში ვეჯიბროთ ერთმანეთს ქართველები დავუნებოთ რა პარტიულს უბედურებას ვინ უკეთეს ღვინოს დააყენებს და ვინ მეტ ვასარს დადებს შენი ისტორიიდან რაც გვაქვს უმდიდრესი ეს საოცრება წიგნი თქვენ შვილიშვილს მიუძღვენით ლამაზეს გოგონას მართა ყურაშვილს რას ნიშნავს თქვენთვის კოლხი ქალბატონისთვის ოჯახი ეხლა რიტორიკული კითხვა მაგრამ მინდა რომ თქვენს თქვენ გამოვისმენთ ოჯახი არის ზურგი რაღა თქმა საფუძველი ჭერიც საფუძველთა საფუძველი და ადგილი სადაც თქვა შენ აღიზარდე გაიზარდე წინ წახვედი და ეს ოჯახის გვერდში დგომა მხარდაჭერა ყოველთვის გახლავს გაძლიერებს და როცა უკვე შენ თვითონ ქმნი ოჯახს და ყავს შვილი და შვილები და მერე შვილი ეს უკვე რაღაცა საოცარი განცდა, საოცარი ემოცია, საოცარი თვითკმარი მდგომარეობაც არის, შეიძლება ცოტა ხმამაღალი ნათქვამია, მაგრამ უფალი გჩუქნის ოჯახსაც, უფალი გჩუქნის შვილებსაც, შვილიშვილსაც და დედობის ბედნიერებას. რა თქმა უნდა და ეს არის მადლიერება და ეს არის მადლიერება, იმიტომ რომ შენ რაღაცა კარგი გაგიკეთებია. იმიტომ გჩუქნის ამ ყველაფერს უფალი და მადლობა უფალს ამისთვის. მე მინდა რომ ჩემი შვილიშვილი იყოს იცხოვროს მშვიდწყნარ განათლებული ხალხი ცალსე ქვეყანაში მომავალი შვილიშვილებიც რა თქმა უნდა და ყველა შვილები და შვილიშვილები და ის ადამიანები ვინც უცხოეთში არიან შვილები და შვილიშვილებისთვის დაბრუნდნენ საქართველოში და გააგრძელონ ცხოვრება და ის სითბო რასაც შვილიშვილი მოგცემს და რასაც შენ გასცემ აქ საქართველოში უნდა ხდებოდეს. კი ბატონო და სხვათა შორის დამტკიცებულია მეცნიერულად რომ თუ ბებია და ბაბუა შვილიშვილის გვერდით არის და მის თვალწინ ბევრად ჯანსაღი, ჯანმრთელი და უფრო დიდხანს ცოცხლობს, ასე რომ ჩვენ შვილებო და შვილიშვილებო დაბრუნდით საქართველოში, თქვენ სოდაბადეში. ნუ გეწყინებათ ძალიან გულწრფელი ჩებით ხოვნა და სულ სხვაგანაც წავიდნენ მუშაობ, მაგრამ მაინც დაბრუნდა საქართველოში. და მადლობა მინდა უთხრა იმ ადამიანებს, ვინც დაბრუნდა საქართველოში. ბევრია სხვათა შორის ცოტა მოიწყო და უცხოელის ბევრი ჩამოვიდა მოხიბლული და დაფუძნდა და ძალიან ბედნიერია აქ და მერთმა კარგად ამყოფოს ყველა ვინც სიყვარულით მოდის საქართველოში, მაგრამ ჩვენებიც ნუ დაგვეფანტებიან. აი ახლა პატარა ინტრიგაც მინდა შევაგდო მეორე მხრივ რო შევხედოთ როგორია მოღვაწე აქტიური ქალის ხვედრი ამ ორ ბომონს ოჯახსა და პროფესიას ხვარი პროფესია შორის ჩვენ კარგად ვიცით როგორ ფიქრობ როცა პროფესია ამდენს ნიშნავს შენთვის სულს და გულს დებდა ნუ ხა ოჯახზე აღარ ლაპარაკობ მაინც რა არის ოჯახი ფრთები თუ ბორკილი თუ ორივე ერთად არა ფრთებია უფრო ფრთები თუ ნახავ რომ ბორკილია მაშინ უნდა გაწყვიტო ეს ბორკილი და გააგრძელო ცხოვრება რა თქმა უნდა პროფესიით ხდები ცნობილი პროფესია გაძლევს საშუალებას იყო ასე ვთქვათ მოღვაწე
ჩემზე არ არის საუბარი ადამიანებზე, ვინც საქმეს აკეთებენ, სამშობლოსთვის, ქვეყნისთვის. მოდი ასე შევხედოთ, თუ ბორკილია ახალგაზრდა ადამიანი, ვთქვათ, აი 18-19 წლის ბიჭი აფხაზეთში ომში არ წავიდოდა. არც სამაჩაბლოში არ წავიდოდა და არც მეორე მსოფლიო ომში არ წავიდნენ. აი ქვეყნის დასაცავად წავიდნენ. თუ ოჯახი ბორკილია, ამას ვერ გააკეთებენ. ოჯახი არის ზურგი, პირიქით ფრთები და ხელშეწყობა და мотивация ყველაფრისა. იმ მოღვაწეობის мотивация და ერთი რაღაცა არასოდეს არ დააყენოთ ოჯახი თუ პროფესია არჩევანის წინაშე. არ დადგეთ არასოდეს თქვენ არჩევანის წინაშე. ეს თუ ეს არ არის ნამდვილად აი საპირწონედ ოჯახი თუ პროფესია არა. ორივე. და ჩვენ ბატონი ნოდარი გვეტყოდა და თქვენგანაც ხშირად მსმენია პროფესია თუ მორალი. ორივე. ამორალური რომელ პროფესიაში ვარგებ ჩემო კარგო მიხარ. პროფესია და ფრთები, ზურგი. ყოველთვის უნდა იყო შენს თავთან მართალი. როცა შენს თავთან მართალი ხარ, ოჯახიც, ქმარიც, შვილიც, დედაც, მამაც, მეზობელიც, დედამთილიც, მამამთილიც, ვიღაცა მაყვალაც ყოველთვის გაიგებს თუ უნდა გაგება, რომ შენ თავ გადაკლული კი არა ხარ, შენ გიყვარს ეს საქმე და აკეთებ საინტერესო საქმეს მისთვისაც, სხვებისთვისაც და საკუთარი თავისთვის, საკუთარი შვილებისთვისაც. ამიტომ არასოდეს არ დადოთ სასწორის სპინაზე ეს ორი არა. მასეთი მძიმე არჩევანის წინაშე ნუ რავენ დადგება ჩემი მაგრამ ეს არჩევანი და ჰქონდა კიდევ ერთი სუყურებში მაქვს ასეთი რამ ყველგან შეგცვლიან შვილთან ვერავინ შეგცვლის ეს ქალებს უნდა გვახსოვდეს იმიტომ რომ რაღაცა ხა მე 45 წელია სტუდენტთან მაქვს ურთიერთობა ეს ჩემი ბედნიერებაა და რა შენ კარგად მიცნობ და ძალიან დიმეტვერტი ცალი და პასუხისგებლობა და ცოტა შეიცვალა იცით გოგონების ნაწილს მეაჩნია რომ არა მე ჩემი ცხოვრებით მე პროფესიაში უნდა დავდგე ფეხზე აი რატომღაც ასეთი არჩევანის წინაშე აყენებენ საკუთარ თავს ურჯიან ამას საკუთარ თავს მე მგონი ეს არის განათლების ბრალი და მშობლების თავიდანვე ექიმს კითხეს როდის უნდა დავიწყო ბავშვის აღზრდა რომ რა ხნის არის შენი შვილიო და ერთი წლის დაბადებამდე ასმენინებდი კლასიკას ანა კალანდაძეს კოლექტივს და მე არ მგონია რომ უკვალო ჩაიარა შედეგი ყოველთვის დადგება მაგრამ ერთი მომენტია ესე ბევრი დედები იძულებული გახდნენ უცხოეთში წასულიყვნენ და ბავშვებს დაატკბა ეს ტრაგედიაა ჩემო კარგო ეს არის ტრაგედია მე ძალიან ბევრი ასეთი სტუდენტი მყავს და იცით როგორი სევდა აქვს თვალებში ვერავინ შეუცვალა ეს დედა ამიტომ ის დადგა არჩევანის წინაშე ეს უკვე ტრაგედია იყო იძულებით ისვლა ის გახდა იძულები დამოუკიდებელი და თავისუფლად და კიდევ ერთხელ ამტკიცებს იმ ბატონი სულკურთხეული ბატონო დარდაბიდის ნათქვამს რომ ყველგან შეგცვლიან შვილთან ვერავინ შეგცვლის ჯოგია ცოტა ნაკლები ოჯახსაც ვერავინ შეგიცვლის ოჯახს ვერავინ შეგიცვლის ამიტომ სულ უნდა რაღაცნაირად სული უნდა უბეროთ იმასაც და იმ ოჯახიდან შეუძლია იმ ოჯახიდან სულ უნდა ამოდიოდეს კვამლი ქალი ისეთი ფენომენია რომ ამას თუ მოინდომებს შეძლებს ერთსაც და მეორესაც ზუგდიდი ყოველთვის იყო გამორჩეული რეგიონი კულტურული ცხოვრების თვალსაზრისით ხა ამის მოწმობს ბევრი რამ იგივე დადიანების სასახლე იგივე რა ვიცი რომელი ერთი და არც ახლა ღალატობს ტრადიციებს შემოქმედებითი ზუგდიდი ახლახანს კულტურული მემკვიდრეობის საერთაშორისო ფორუმი ჩაატარეთ ისევ შენი გვერდიდან გავიგე და იქ არის ერთი ძალიან კარგი გოგონა არაჩვეულებრივი გუგუშვილი ჩვენი მაგუგუშვილი მერიაშია გეცოდინება ჩვენი საამაყო სტუდენტი მინდა რომ აქედან მივესალმო და ვამაყობ მისით და იცის და მინდა რომ კიდე ერთხელ გავუმეორო და ძალიან მიხარია რომ ეს ხდება რომ იქ ცოცხლობს ზუგდიდი აი სრულფასოვანი ძალიან ესეთი ამაღლებული ცხოვრებით კი მოწეული სტუმარი მე ხომ იყავით გვიანვით ამის თაობაზე რა ფორუმი იყო მოკლედ ძალიან ბევრი ადამიანია ვინც დღესაც ზრუნავს ზუგდიდზე
ეხლა სამსახურეობრივად შეიძლება არ იყოს დამოკიდებული ზუგდიდში, მაგრამ სხვაგან მუშაობს. აი გიორგი კალანდია არის ერთი საოცარი ადამიანი, ზუგდიდელია, რა თქმა უნდა. ნუ მისი წინაპრები არიან ზუგდიდელები, საოცარი პიროვნებაა და ზუგდიდის დადიანების სასახლე არის, რა ვიცი, ისიც ალბათ უფლის საჩუქარი. იმ საუკუნეში როცა თქვა გადაწყდა მისი აშენება და რა ვიცი, იტალიელი თუ ფრანგი თუ გერმანელი არქიტექტორები და ყველა ერთად მოიწვია ეკატერინე ჭავჭავაძემ და დავით დადიანმა და ნუ მანამდე ლევან დადიანმა ვეფხისტყაოსანი გადააწერინა მამუკა თავაქარაშვილს 1646 წელს. ამ წლით არის დათარიღებული რუხის ციხეში დასვა ეს კაცი და დღეს რო ვეფხისტყაოსანი გვაქვს ყველაზე სრულყოფილი ფერადი მინიატურებით ისიც მამუკა თავაქარაშვილის შესრულებულია და ყველას მინდა ვთხოვო ვინც ამ მინიატურას გამოიყენებს იქ მიუთითეთ ვინ დახატა, ვინ შექმნა ეს მინიატურა, ესა თუ ის მინიატურა და მას მერე სკულპტურული ცხოვრება, იქ ბოტანიკური ბაღი, ტაძარი, ზუგდიდი ყოველთვის იყო საინტერესო. მერე იცით რომ ფრანგისიძე ყავდა და ბოლოს მოკლედ მოვედით აქამდე რეაბილიტაცია ჩაუტარდა ორივე სასახლე საოცარი. ამ ფორუმის თაობაზე აქ იყო, ასე ვთქვათ, ხური, გასტრონომია, კულტურა, ეთნოგრაფია, ხელოვნება და ყველა, აი ხელოვნების დარგში აყვანილი ეს ხური გასტრონომია. არის კიდეც სკოლა გაიხსნა და მეცნიერება. სკოლა გაიხსნა იქ და მასტერკლასები, ასე ვთქვათ, ნუ გაკვეთილები, ვის როგორ შეიძლება მოამზადოს საოცარი იყო ეს გამოცემაც მომზადდება ამ ფორუმიდან გამომდინარე გამომსვლელები იყვნენ საოცარი ადამიანები და ისევ ის თქვა დაუბრუნდეთ იქ რომ საოცარი მასპინძლობა იცის ზუგდიდმა და ამიტომ იზიდავს ადამიანებს კულტურის ავიც ხელოვნების თუ პოლიტიკო ყველას იზიდავს ასე თქვა ყოფილი არა ერთხის ჩემო კარგო რა დაგვილევს სალაპარაკოს მაგრამ სამწუხარო დრო ჩემი იწურება აი თქვენ წერდით თქვენს გვერდზე კვარაცხელების გარეშე დადიანებშიც არაფერი ხდებაო რაც რა მოხდა ისეთი დადიანებში მე რო არ ვიცი არაფერი უბრალოდ კვარაცხელები ყველგან ვართ ეხლა მეტად ეს მოდაში ვართ სპორტში ნუ გავასწრებთ მოვლენებს აი აქ რა მოხდა დადიანებთან ერთად ბევრი ვიყავით კვარაცხელიები და ამას გავუსიხასით კი დადიანების ეზოში ვიყავით გლეხი კვარაცხელიები ამას გავუსიხასით გლეხი უძახი შენ და კვარაცხელების გარეშე აღარც ფეხბურთი რომ არ ხდება არაფერი ამას გავუსიხავს უკვე საინტერესო არაფერი ხდება ყოველ შემთხვევაში აი რას გვეტყვის ჩვენი ხვიჩას მამი და უნდა გაგამხილო ეხლა ხვიჩარი ხოლო ჩვენი გადაცემიდან რასაც გაიგებს მაყურებ ეხლა ექსკლუზივი შენ თვითონ ახსენე და კარგად იცი რას ნიშნავს ჩვენს პროფესიაში ხო და მეც ეხლა ეს პერიოდი მოკლედ ხვიჩარი საოცარი პიროვნება საოცარი ბიჭი საოცარი ქართველი არა გარდა იმისა რომ კარგი ფეხბურთელია კარგი შვილი ჩანს ჩემო კარგი შვილია და საოცარი მამა მას ყავს ვიცი ბურთები რო ჩამოარიგა და ესეც საოცარი საჩუქარი იყო იმ ბავშვებისთვის ვინც შემნატროდი იქ დაბადებულებს კი დამიანე პირველი დავარქვით ჩვენ ასე ვთქვათ გაცილებული სახელიც არა ჩვეულებრივია დამიანე საყებოდა კი და ეხა არიან იტალიაში ნიცაც იქ არის ბავშვიც იქ არის ხვიჩაც იქ არის და რა თქმა აგრძელებს ამ ჩვენს გახარებას ეხა დღე-დღეზე გამაყებას და დღე-დღეზე არის თვითრწმენა დაგვიბრუნა მთელს არის თამაში და ჯერა რო გაიმარჯვებენ და სხვა თუ არაფერი აი ჩვენ ვიყავით შარშან ნონა გაფრინდაშვილთან ერთად ნაპოლიში და ეს იყო საოცრება აი რომ გაიგებდნენ გვარს რომ და საქართველოსთან რომ ვიყავით იტალიაში კი არა ევროპაში საქართველოს ხვიჩადათი გაიცნო ხალხმა და ინგლისშიც სხვათა მე მგონი დედამიწაზე არ არის ფეხბურთელი რომლის მაისურზეც ამდენი ხელმოწერა დატანილი რაც თქვა ხვიჩასა აქვს და გაიხედაო გამოიხედაო ყველას ნაკრების მაისური თუ თქვათ ნაპოლის მაისური აცვია და ყველას უსურვებ თვითონ ამბობს რომ მარადონა ღმერთიაო და ამათვისო და ჩემს ის კონტექსტში რომ ახსენესო გადავიდა და ერთი რაღაცა იყო რომ აი შენს სახელს და გვარსო ვერ ვამბობთო იტალიელები უცხოელებდი იქნება რაღაც ფსევდონიმი აიღო და მეო თქვენო გაგაცნობთო ჩემს კუთხესო ჩემს ქვეყანასო და თქვენ ისე შეგიყვარდებათო რომ ჩემს სახელს და გვარსაც სიამოვნებით გაიმეორებთო ასე რომ
რა ვიცი, წარმატებები ხვიჩა, წარმატებები აუცილებლად და ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ ოდესმე გვეწევა ჩვენს მოგრძალებულ გადაცემაში. კი ბატონო, ასეც მოხდება და მოიცლის ამისთვის თუ რა დააკეთოს თავისი უზარმაზარი საქმე და ჩვენ აქ სიამაყით უგულშემატკივრებთ. წარმატებები ყველა ქართველს აბსოლუტურად ზოგადად სპორტი არის რაღაცა, არ ვიცი სპორტსმენებმა წელს რო გაგვახარეს, მე არ მახსოვს მსგავსი, თუმცა არ გვაკლდა წარმატებები, მაგრამ წელს იყო ბუმი. წელს აუცილებლად. ღმერთმა ყველა კარგად ჯანმრთელად განსაკუთრებით ლაშა ტალახაძეს გულშემატკივრობ, მინდა რომ ჯანმრთელად იყოს და ეყოფა ეს ჩემპიონობა, მას ვეღარავინ გაუსწრებს უკვე ახლა მიხედა საკუთარ თავს. და დღე-დღეზე არჩევნები ტარდება და ვისურვოთ რომ ღირსეული არჩევანი გავაკეთოთ. ღირსეულად ჩაიაროს. როგორც გვეკადრება ქართველებს უძველესი კულტურის ერს, აი ასე. როგორც გვეკადრება უკადრებელს, ნუ კადრებს ჩვენს ძალიან ღირსეულ ერს უკადრებელს, ნურც ერთი პარტია, ნურც ერთი პოლიტიკოსი, რაც არ ეკადრება ჩვენს საყვარლეს უძვირფასის პატარა ქვეყანას, ნუ შეკადრებენ ისეთ ქცევას, ისეთ სიტყვებს, ისეთ დარწმუნებული ვარ ჩვენ იმ კონდიციაში კი ქართველები იმ სტატუსის მატარებლები ვართ, რომ ყველაზე ღირსეულ აიქ რო შევალთ კაბინაში, იქ გავაკეთებთ ღირსეულ არჩევანს და ქვეყანა გააგრძელებს აღორძინებას, აყვავებას, მშვიდობას, კულტურასაც, ხელოვნებასაც, განათლებასაც, ყველაფერს ეშველება. ჩემო კარგო, შენ კი მოამრგვალე თითქოს გადაცემა, მაგრამ მე რო არ კითხო ისე არ გაგიშეფაკიდან. შენი კოლხური ტემპერამენტი არ მოგასვენებს, კარგად გიცნով, მით უფრო ახალგაზრდა ქალი ხარ ენერგიისავსე. ვერ გაჩერდები უსაქმოდ ეჭვი არ მეპარება. ახლა რაზე მუშაობთ? თუ საიდუმლო არ არის? ცოტა ინტრიგას დავტოვებ, ვაკეთებთ უნიკალურ ხელნაწერ წიგნს 4 ენაზე. ეძღვნება ერთ კუთხეს. ასე ვთქვათ. გვარსა დავასახელებ, იქნება 4 ენაზე, ძალიან საინტერესო ავტორები არიან. 100 ავტორია და იხსენებენ იმ ურთიერთობას, რაც ჰქონდა ქართველებს ერთმანეთთან. საერთო ოჯახები, სიყვარული, ერთი ცა გვაქვს, ერთი მიწა გვაქვს, ერთი სამფლობელო გვაქვს, ასე ვთქვათ და ვალდებულები ვართ ყველა გაუფრთხილდეთ საქართველოს. სარამოდენა ინტრიგა ჩააგდეთ და რეჯან და არ გახსნით ბჭყალებს. არ გავხსნით ჯერ ბჭყალებს და სათაურს აკეთებს გოგი ავსაჯანიშვილმა გამიკეთა გარეკანისთვის 4 ენაზე და თავფურცელზე იქნება გიორგი სისაურის მიერ მოქარგული 1600 ნიშანი. ამ წიგნის სათაური. მოკლედ რებუსებით სავსე, მერე გაგხსნით აკორდი გვაქვს ასე გაგხსნით, ასე ვთქვათ, კარტებს. მოკლედ ისეთი ძალიან საინტერესო ისეთი წიგნია, რომელიც ჯერ არ გამოცემულა ყოველ შემთხვევაში, იმიტომ კი არა, რომ მე ვაკეთებ, იმიტომ რომ იქ ისეთი ავტორები არიან და ეძღვნება ისეთ რამეს. მადლობა და მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც ხელს მიწყობს, რომ ეს წიგნი გამოვიდეს რამოდენიმე სვიტყვი. ეს არის ვალერი კვარაცხელია, კახალატარია, ჩემი ფოთელი მეგობარი, თენგო სარიშვილის ოჯახი, ჩემთვის ძალიან ძვირფასი. ირაიდა ფაცია, ლონდა ფიფია და ნუ თუ ვინმე გამორჩა მომიტევეთ, მაგრამ მოკლედ რა. წარმატებას გისურვებთ, ეჭვიც არ მეპარება, რომ ესეც იქნება საქართველოს საკეთილდღეოდ გადადგმული დიდი ნაბიჯი და მინდა არ მინდა უნდა მოგიწვიო მაგ წიგნის გამოსვლასთან დაკავშირებით და ჩვენ უირაკად. არც ერთი პოლიტიკოსი არ მონაწილეობს. არავითარ შემთხვევაში, ჩემი გადაცემა არის აბსოლუტურად აპოლიტიკური, ამ წიგნში საზოგადო მოღვაწეები, ადამიანები, რომლებსაც აქვს სათქმელი და რომლის სიტყვასაც აქვს ფასი. ვინ არიან ესენი? ცოტა ხნის მერე დავტოვოთ საიდუმლოდ. კი ბატონო, დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის, მობრძანებისთვის, ასეთი პერსპექტივისთვისაც და თქვენ კი მომავალ ხუთშაბათამდე გემშვიდობებით, ჩემო ძვირფასო ტელემაყურებლებო.